საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გურჯაანისა და ლაგოდეხში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წელს. გურჯაანის მუნიციპალიტეტს 16 ინფრასტრუქტურული პროექტის დასაფინანსებლად 6 მილიონ ლარამდე გამოეყო. ლაგოდეხში დაფინანსდა 7 მსხვილი პროექტი. საგზაო სამუშაოებთან ერთად დაგეგმილია წყლის პრობლემების მოგვარებაც. წელს გურჯაანში ამ პროექტებისათვის სოფლებში წყალმომარაგებისთვის, გზების რეაბილიტაციისთვის 6 მილიონ ლარამდე არის გამოყოფილი. მიმდინარეობს 16 პროექტი საკმაოდ წარმატებით. ჩვენ გავეცანით თითოეულის მიმდინარეობას, ნაწილი მათგანი დასრულების სტადიაშია, ნაწილი ამ წლის ბოლომდე დასრულდება. არის ისეთი მნიშვნელოვანი გზები სოფლებში, სადაც 30 წელი გზა არ დაგებულა, ზოგადად საერთოდ ასფალტის გზაც არ ყოფილა, ამიტომ ეს ყველაფერი კეთდება კაპიტალურად. ძალიან სასიკეთო საქმე კეთდება რაიონის მოსახლეობისთვის. რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფლებში 20-30 წელი გზა არ ჰქონდათ. სოფლის მოსახლეობას და ფაქტიურად ეს ხელს შეუწყობს სოფლის აღორძინებას, საწყისი გზა არის. ძალიან გვეხარია ჩვენ სოფლის ხალხს, რომ აი გზა კეთდება, დროულად ყველაფერი სწრაფი ტემპით მიდის, ნამდვილად მუშაობა. და რა ვიცი, სასიხარულო ამბავია ჩვენთვის სოფლის ხალხისთვის. ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს